მოგესალმებით ჩემო კარგებო. ბედნიერი დილა და ბედნიერი დღე. ჩემი დღე დაიწყო ძალიან სასიხარულოდ პრინციპში. იმიტომ რომ გამაღვიძა თემუს ამანათის კურიერი. Просто თემუს კურიერი კი არ არის, საქართველოს პოსტის კურიერია. და მირეკა ჩამობძანეთ 5 წუთში ვიქნებიო. აი რასაც ქვია. თმა დაუარცხნელი და პირ დაუბანელი გავარდი. ხო და მომცა ეს პაკეტი. ხელით რასაც ეს თულბაქროც გავხსნე. ხელით რასაც ვგრძნობ და რაც მახსოვს რა გვაქვს გამოწერილი, ყველაფერი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთი ზუსტად მახსოვს, რომ სახლის ჩუსტი მაქვს გამოწერილი და სახლის ჩუსტი ამაში აშკარად არ არის. გახსნა ლა შენს მეხმარები იყო ეცახ. მოდი მომეხმარე, ბუბუ მომეხმარე. ჩარა. მოიცე აი აქ არის გასახსნელი. მოდი. და რა ძალიან მაგრად შეუხუდია. მაგრატები გამოიგონეს უკვე. ასე გავჭრები. ბუბუნა დავიწყო. ჩემი ტელეფონის ახალი შალიქა. რა ლამაზია. აი ეს მინდოდა გამჭვირვალე და ვარდისფერი იისფერ ყვავილებიანი, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონი თვითონ არის იისფერი. ვერაფერს ვერ ჩავაცმევ ახლა, იმიტომ რომ ტელეფონით გიღებთ. ძალიან მომწონს. აი ესეთი მე მქონდა ახლა, ოღონდ უბრალოდ გამჭვირვალე. და ვიყიდე აქ აგარაში 20 ლარად, ეს კარგად მახსოვს, შვედეთში რო გავფრინდით იმ დღეს ვიყიდე. მანამდე არც მქონია კეისი და მომეწონა რაღაცა ისინი რომ ამოვბეჭდეთ ბილეთები და ისინი რა ქვია ბრონები და რაღაცები რომ ამოვბეჭდეთ მომეწონა და მაშინ ვიყიდე 20 ლარი მივეცი თემუზე ღირდა სადღაცა 6 ლარი სიმპათიčno პირველი ლოტით ეს პასატო ძალიან ეცინება ამ ლოტზე კმაყოფილი ვარ მეორე კარგად არის შეკეთებული. აი ესენი ეს არაიო. ასეთი პატარა თუ იყო არ მეგონა, უფრო დიდი მეგონა. ეს არის ძველებური ტელევიზორი ხალხო. მე მეგონა რომ ერთი 4 ამხელა იქნებოდა და ვიფიქრე რომ ნაძვის ხეზე იქნებოდა ძალიან ლამაზი როგორც სათამაშო. ასე სწავლია. ნახე თუ გარამხელა, როგორც ნამდვილი ძველებური ტელევიზორი. სასწაული. კმაყოფილი ვარ. ამის ფასი არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ესეთი 2 ლარამდე იქნებოდა. ეს არის გულსაბნევია, ფისუნია. ასიკოს უნდა და მე მგონი ჯინსის კურტკისთვის ეს. გულსაბნევები ესე რომ უნდა მიარჩოს ადამიანმა. არ ვიცი ამისი ფასი. ეს არის რაღაცა
მეხსიერების ბარათი. ახალი ფოტოაპარატი რო აქვს ძველი ყაიდეს კლასიკოს კომპიუტერში ვერ გადაიკეთნა ინფორმაცია, ფოტოები. ხო და ეს რაღაც მეხსიერების ბარათი იყიდა. ჩემი სფერო არ არის, ჩემი კომპეტენცია არ არის. აჰა, ეს არის სტიკერები. სტიკერები მინდა მივაწეპო იმასო, რა ქვია. კომპიუტერსო. სილამაზისთვისო. ასიკოსგან უფლება მაქვს აღებული. მოდი მევთხარი თუ გინდა ერთად განყუთვა გავაკეთოთ და არა მეჯერ კიდე მეძინე. შენ გააკეთე განყუთვაო. რაღაცა კოსმოსები რაღაცა. სატურნები, იუპიტერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარსი. ეს კოსმეტიკა. ის ბოლოსკენ მოვიტოვოთ. ასევე სტიკერები ფისოების. ეს ძალიან საყვარელი რამეა. ეს არის უსაყვარლესი რამე, ამდენი თუ გამოვწერეთ არ მახსოვდა. აბა რა გვაქვს ახლა ჩვენ? აი წეღარო გაჩვენეთ მისარჭობი ისა, რა ქვია. გულსაბნევი, აი ესეთი გულსაბნევია და ძველებური კასეტის ფორმაა. პატარებია, აი ნახეთ. ორი ფრჩხილის ხელაა. და არის 2 3 საკმაოდ მძიმეებია. ეს არ არის პლასმასი. ძალიან კარგი. მე მიყვარს ძალიან ძველებური კასეტები, ერთი მაიკაცა მაგას კასეტა მოსაკვია. ინახიათ თქვენეთ ჩემზე ჩაცმული. ესეც რაღაცა კოსმეტიკა. აი ესეც. ეს შემოკარგება არ გავხსნი, იმიტომ რომ თქვენ იცით ეს რა არის. ნახეთ რამდენიმე ცალია, 6 ცალი. ეს არის ქალის წვერის საფარს. ოღონდ არა იმ წვერის, რომელიც ჩანს და რომლის ეპილაციასაც ვიკეთებთ. ეს არის იმ ბეწვის მოსაშორებელი, უშოკი ქვია რუსულად, ქართულად არ ვიცი როგორ ქვია, რომელიც არ ჩანს და რომელსაც ვერ ხედავს ვერც ერთი თანამედროვე საეპილაციო აპარატი. გარდა ამისა, თუ არა გაქვს ეს ბეწვი, რომელიც არ ჩანს და რომელსაც ვერ ხედავს, ხო? მიუხედავად იმისა, გააქვს თუ არა რამე სახეზე გასაპარსი, ეს არის, იცით რისთვის? ეპიტელიების მოსაშორებელი, ანუ ერთგვარი გასუფთავებაა. რა თქმა უნდა, ხა ლიპიდური შრე არ უნდა დაიზიანო და ისე არ უნდა ეჯაჯგურო. არასოდეს არ გამომიყენებია და მინდოდა რომ მეცადა და ვცდი ამას თქვენთან ერთად. პუდრს იყრიან სახეზე. არის სპეციალური სპრეებიც და შეიძლება ჩვეულებრივი ბავშვის პუდრიც დაიყარო და აი თქვენთან ერთად ვცდი აუცილებლად. არ ვიცი როგორია, კარგია, ცუდია, ზოგი აქებს, ზოგი აზაგებს. ნახოთ. ესეც აბაროშკა ასკო. ეს არის ასაწყობი და ტასიკო აწყობს. ნახეთ ეს რა არის, ახლა ახლოს მოვიდა. მიქსერის პატარა მოდელია, დეტალებია ასაწყობი, ნახეთ. სალათისფერი. ესეც აი იგივე აი პატარა ტელევიზორის ბიძაშვილია რა. მინიატურა. ესეც რაღაცა მეხსიერების ბარათია თუ გადამყვანია, ესეც კლასიკოსია. მაგას მე ვერ შევაფასებ. დაცარიელდა.
ესეც აშკარად რაღაცა სტიკერებია, არა ჩანს ახლა გარედან. Გამოინტერესებს. Რეჯა კვერილია სიყიდე. ესეც კატებია აშკარად. დასკოს ყარს კატები, თქვენ მივხვდით, რომ კატები გვიყვარს. აი ეს რაღაცა ვანგოგია და რა ვანგოგია ვერ გავიგე. გოგია ბიჭო. ალამაზი შეფუთვაა, ულამაზესი. გვერდიდან იხსნება, ასე. და ესეც სტიკერებია. ბატონი ვან გოგი. ძალიან ლამაზი სუვენირია. აი წარმოიდგინეთ ქართული რო იყოს ასეთი მისაწებებელი. და შიგნით დევს რამდენიმე კი არა, საკმაოდ ბევრი. აი. ვან გოგი. ჩვენი საყვარელი ბიჭი. თავისი ლამაზი ცისფერი ცითა და თავისი ხატვის ტექნიკით. მოკლედ. ამას რომ მივაწებებთ, უფრო კარგად გაჩვენებთ. ეს როგორი რაღაცებია, გულის გასახალისებელი. ეს არ არის ისეთი პრაქტიკული. გულის გახალისება სხვა აუცილებელია. თემო წომაგიტოა მოგონილი, რომ აი ესე წარბის სავარცხელი იყიდო და მისაწებებელი და რაღაცა. ამაში სავარაუდოდ იქნება ხელთათმანები. მე თქვენ გითხარით ახლა. რაღაცა ცუდად ჭრედა, მე თქვენ გითხარით. მე თქვენ გითხარით, კიდე იგივეს ვიმეორებ. აი ეს არის ხელთათმანები. ამას აუცილებლად გავრეცხავ და ისე ვიხმარ. კრემის წასმის შემდგომ ჩასაცმელი. აი ასე, აბატონო. ლომად არის რაღაცა 4 თუ 5 წვილია, თუ 6. შეიძლება მეტიც არის, არ ვიცი, ხელებია ძალიან. ესეც ასე და ახლა ჩვენ ნახოთ კოსმეტიკა. ეს არის კორეული კოსმეტიკა, რომელიც აღიარებულია. ჩემოდან მე არ გამოვიწევდიო ჩემმა შვილმა თქვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს იგივია, რაც იქნება. აი კიდე სტიკერია, რომელიღაცა იმპრესიონისტი. მონე, კლოდი, ბატონი კლოდ მონე. და აი ბატონო, საცდელად გამოვიწერე. როგორ მიჭირავს თქვენ ვერ ხედავთ. აი ასე. ნახეთ. ეს არის full coverage. ორივე ერთნაირია. მოწონდა ხა თავისაქციელი. კარგი დაფარვა აქვს, მოკლედ, ესე აწერია, რომ კარგად. ახალი მაკრატელი შევიძინე ლარიანების მაღაზიაში და გაყოფილი ვარ სხვათა შორის. ეს არ არის პროფესიული სამკერვალო მაკრატელი, მაგრამ ყოფა ცხოვრებაში მშვენიერია. ის რომელიც ვიყიდი აქ მაღაზიაში ისიც არის ყოთებიანი, მაგრამ შესეთი დავკარგე საფშადორი არ ვიცი, მოსული არც არჩნდა. ეს ლარიანების მაღაზიაში ლარიანი კი არ ღირდა, რაღაცა 5 ლარამდე ღირდა და კარგია. კარგადაა აქ მოჭერილი ეს შურუპია თუ რაცა. და მე აუცილებლად ჯურას მაღაზიაში წავალ. პეკინის 2 ნომერში არის ჯურას მაღაზია. ვინც არ იცით, ყოველ შემთხვევაში. თბილისში, პეკინის 2 ნომერში არის. ეს არის სასტუმრო აჭარის გვერდით ამხარე, აი შენობაში, ფიზიკოსების შენობას რო ეძახიან და შპილკას რო ეძახიან კიდე, ძველმა თბილისელებმა ვიცით. ყოველ შემთხვევაში ვინც არ ვიცით, შპილკა და ფიზიკოსები
პეკინის 2 ნომერი. საკერავი მანქანების და საკერავი აქსესუარების დიდი მაღაზია, მუშაობს ოჯახი. პირველ რიგში იურა, რომელიც თავად არის პროფესიონალი მკერავი, თუ არ ვცდები შვილები არიან თუ ვინ არიან, ოჯახის წევრები არიან მოკლედ. საოჯახო ბიზნესია. ყველა მიცის აბსოლუტურად კერვა და შეკითხვაზე რომელი ვიყიდო, რომელი ჯობია, ეს ვარგა, არ ვარგა, მალე გამიფუჭდება, ამაში გამომადგება, ყველაფერზე გაგცემენ პასუხს, თუ გინდათ რომ შეიძინოთ. შეგიძლიათ მიხვიდეთ და უთხრათ, მაქვს ბიუჯეტი ამდენი და ამდენი და რას შემომთავაზებთ, მე მინდა რომ ოჯახისთვის ვკერო, დავუშვათ. მე მინდა რომ პროფესიონალურად ვისწავლო და აი კურსებზე დავდივარ უკვე, წარმატებები მაქვს და მე მჭირდება პროფესიული, ეგეც აქვს ჯუკები თუ ჯეკოები რაღაც ეგეთია, თავისი მაგიდებით აქვთ, გამოწერით აქვთ მაკრატლები, ნემსები, საკერავი მანქანის დეტალები. ვერ ვიტყვი რომ აქვთ ფურნიტურა. ფურნიტურა უფრო დიზაინის თემაა და ეს კონკრეტულად აქვთ საქარგავი და საკერავი ძაფები, რომლებიც საკერავი ძაფებს მეტი რა არის, მაგრამ ვინც საკერავი მანქანაზე მუშაობს, ძალიან კარგად იცით, რომ იმუხტება და იგრიხება და გვიფუჭებს ნაკერს. მათ კარგები აქვთ. ასევე აქვთ ძალიან დიდი არჩევანი საქარგავის და მოკლედ იურას მაღაზია, პეკინის 2 ნომერი. ვინც დაინტერესებული ბრძანდებით, სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე კითხვა, რომ აი განვადებით როა ხოლმე მანქანები, რაღაცეები. მე მანდა მაქვს ნაყიდი ჩემი მანქანა, Toyota და ვარ ძალიან კმაყოფილი. ასევე თუ დააზეთვა გჭირდებათ, შეგიძლიათ მიაკითხოთ. პროფესიულად დაგიზეთავეთ. ამასობაში მე ეს გავხსენი და მე მგონი ორივე აბსოლუტურად იდენტურია, არა და უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ტონი მე მგონი. თუ სხვადასხვა ფუნქცია, არ მახსოვს. მოკლედ, ჩემო კარგებო, ტონალურია. კორეული ტონალური. აღარ მახსოვს რა ხერდა. იაფიანი ამბავი არ არის, ხაი, თემუზე რომ მიჩვეულები ვართ, რომ 2 ლარი, 3 ლარი, მასე არ არის ნამდვილად. აჰა. ბლაღაროდნის უნია. აი, ტონი. ბატონო, მე ვიღებ ხოლმე მოვარდისფროს. ღია კაკაოსფერს ან მოვარდისფროს, რომ ზედ ნიღაბივით არ მქონდეს წასმული, მე თვითონ ძალიან თეთრი ვარ და ესეც ასე. საკმაოდ ისეთი ფუმფულა კონსისტენციაა, რაც ვნახე. აი ხა ნატურალური ის არის ტონია. თითქოს გაგიძლებთო და რაღაცაო. აი ასე. იგივე ვარიანტი. ჩვენთან თბილისში კოსმეტიკის მაღაზიებში ორმაგი და ხანდახან სამმაგი წავს. ასე რომ ჩემო კარგებო, აი ეს არის ჩვენი განყოფის მოკლე ვიდეო. რაც ამოვიღე, მე კმაყოფილი ვარ, თუმცა არ მეხსიერების ბარათები არ გამისინჯავს, არც ეს არ წამისვია. ამის წასმისას ცალკე გავაკეთებ, მით უმეტეს რომ მაქვს ახალი წარბის შესავსები, ფანქარი თავისი იმითი სავარცხლით და მინდა რომ ერთად ვცადოთ. ასევე მოკლედ კოსმეტიკაში რაღაცები მაქვს ახლები რა. აი ეს როზაციის დასაფარი, ისა ესა რაღაცები და დავსკდეთ ერთხელ და ერთად გავაკეთოთ. და მე აუცილებლად კომენტარებში რჩევები მომწერეთ, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, მე ამაში დიდად ვერ ვერკვევი და ძალიან ხშირად რაღაცებს მიმითითებთ ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა. როგორ წავისვა მაგალითად, როგორ რითი წავისვა, ეს რა ქვია, ტონიკი რო იმითი ბამბით არისმევა და ხელით დაიტანეოთ ამ მითხრა ჩემმა. მოკლედ, აი ესე რა. აუცილებლად მჭირდება მე თქვენი
რჩევები. ახლა წავედი. ამ მოკლე ვიდეოს აუცილებლად განვათავსებ და დღის განმავლობაში ვლოგები შევწერ. გისურვებთ კარგ დღეს. ყოჩახად. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. კარგად.